უნდა ვისაუბროთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე. ანუ კიუზე, იმიტომ რომ საერთაშორისო აბრევიატურით სწორედ ამ სახელით არის ცნობილი. კიუ ემზადება მასშტაბური ღონისძიებისთვის. ეს ღონისძიება ეძღვნება კურსდამთავრებულთა მეორე გამოსაშვები წლის დაგვირგვინებას. ეს ნიშნავს, რომ უკვე მეორე თაობა ამთავრებს ამ უნივერსიტეტს ქუთაისში, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური რეგიონული მნიშვნელობის საგანმანათლებლო საქველმოქმედო მეგაპროექტი. ევროპული დონის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჰაბი გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. რადგან ვახსენებთ ევროპას, უნდა დავაზუსტოთ და ვთქვათ, რომ კიუს მთავარი პარტნიორი არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და სწორედ გერმანული ანალოგიური პროგრამებით დაიწყო 5 წლის წინ ქუთაისში სწავლება და ახლა უკვე 5 წლის იუბილეა, ასევე ემთხვევა მეორე გამოსაშვები ღონისძიება და ამ ყველაფრის აღსანიშნად სპეციალურად საქართველოში ჩამოვიდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და რაც ყველაზე საამაყოა ბატონი ვოლფგანგი გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი. კი ბატონო. ასე რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი არის სწორედ ბატონი ჰერმანი, რომელსაც მივესალმებით და სტუმრებს წარვადგენთ ასევე ეთერში ბატონი პაატა ტურავა გახლავთ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ვახტანგ ცაგარელი გახლავთ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი. მოგესალმებით და დიდი მადლობა სტუმრებისთვის. არ მიწყენთ ალბათ თუ სტუმრით დავიწყებთ საუბარს და მასთან მექნება პირველი შეკითხვა, მით უმეტეს ბატონმა ჰერმანმა თქვა, რომ პირველად არის ჩვენს ტელევიზიაში სტუმრად და მისი სტუმრობა. 5 წლიანი დრო მე მგონი საკმაოდ ისეთი სავსე პერიოდია, რომ შეჯამებაზეც ვიფიქროთ და თქვენ როგორც საპატიო პრეზიდენტი თქვენი გადმოსახედიდან იქნებ გითხრათ, როგორ შედგა რეალურად საქართველოს და მიუნხენის ასეთი მჭიდრო ურთიერთობა განათლების ხაზით. Yes, several years ago I was invited to become honorary president of this new initiative, which is an extremely good initiative of Mr. Ivanishvili. საუკეთესო ინიციატივა ბატონ ივანიშვილის მხრიდან და მე ბედნიერი ვიყავი რომ შეუერთდი ამ მიმართულებას, იმიტომ რომ ეს გახლავთ ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ორიენტირებული იყო სტანდარტებზე მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ფიჩის უნივერსიტეტის, რომლის პრეზიდენტის 24 წლის განმავლობაში გახდით და მე რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში მრავალჯერ და წინვალე დისკუსიები მქონდა ახალგაზრდებთან. უზარმაზარი პოტენციალი არსებობს მომავლისთვის და ეს ირეკლავს activities of this initiative, რომელიც ამ ინიციატივის ჩარჩოებში გახორციელდა, რომ ეს უნივერსიტეტი გახდეს ჭეშმარიტად საერთაშორისო, რომ მოხდეს ინტეგრაცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ვფიქრობ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურად საქართველოს გააჩნია წამყვანი პოზიციები ძველი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებს შორის და საქართველოს ასევე უნდა იყოს ჩართული საერთაშორისო საზოგადოების ცხოვრებაში და ერთადერთი შემიძლია მოგილოცოთ ამ ინიციატივის განხორციელების გამო ამ ქვეყანაში ხვდები წყინვალე ხალხს, წყინვალე ქვეყანაში ხვდები წყინვალე ხალხს. დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ბატონ პაატასთან მექნება შეკითხვა. წლევანდელი ახალი სასწავლო წელი განსხვავებული არის, ანუ ბევრი სიახლე გვაქვს და ემატა ახალი ფაკულტეტები, როგორც ვიცით და საგანმანათლებლო პროგრამების და სხვა შორის საერთაშორისო პარტნიორების შემოგვიმატენ. მეტი აი ამ ასეთ როგორი სიახლეები გვაქვს რომ მოგვიყვეთ. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სიახლეები და გვემატა ახალი პროგრამები, რაც ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა საერთაშორისო თანამშრომლობა და რაც თავარია, ეს ახალი პროგრამები გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი სწავლება და კვლევა იყოს ინტერდისციპლინური. ჩვენ გვინდა რომ ეს ახალი პროგრამები სამართალი, მედიცინა, დიზაინი დავაკავშიროთ ჩვენს თავარ ხაზთან, რასაც ქვია ტექნოლოგიები. და სამართალი და ტექნოლოგია, მედიცინა და ტექნოლოგია, დიზაინი და ტექნოლოგია, ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის თანამედროვე მიდგომა, და ასეთი ინტერდისციპლინური მიდგომა გვაძლევს ისეთ ცოდნას, რომელიც პასუხობს საერთაშორისო საქმეების ბაზარს. მადლობა დიდი. მე კითხვა მექნება ბატონ ვახტანგ ცაგარელთან, კიდევ მოგესალმებით და აი კიუს მთავარი უპირატესობა ის არის საცხოვრებელი სივრცე, კამპუსი უნიკალურ ეკოსისტემაში და როგორც ვიცით, თვითონ სტუდენტებს ძალიან მოსწონთ. მოთხოვნა არის ეს ალბათ რაღაცა დამოუკიდებლობის შეგრძნებას უფრო უმძაფრებს მათ. აი როგორ მიდის თქვათ თუნდაც სხვა საკითხები, რომელიც ზრუნავს აი ამ საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებაზე, აი ამ კამპუსზე.
რასაკვირველია ძალიან დინამიურად მიმდინარეობს განვითარება, აი კოლეგებმა ისაუბრეს აკადემიურ ნაწილის განვითარებაზე და აბსოლუტურად სინქრონში და აბსოლუტურად პარალელურად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ეს ეხება, ეხ მოგეხსენებათ, ეს კამპუსი არ არის ქაოსურად განლაგებული, ეს არის ძალიან კონკრეტული ლოგიკის მქონე, ასე ვთქვათ, კამპუსის თავისი მკაცრი ზონირები და შესაძლოა ყველა ზონა მიმდინარეობს გეგმაზომიერად. ეს არის აკადემიური, ადმინისტრაციული, სპორტული, კულტურული და ყველა ზონა, რაც უზრუნველყოფს კამპუსის სრულფასოვან განვითარებას და ფუნქციონირებას. ანუ სტუდენტს, რომელიც იქ ცხოვრობს, შეუძლია თქვა სპორტული აქტივობითაც დაკავდეს, რეკრეაციული ზონა არის ასე, ანუ ყველაფერი ეს მოგებული. სტუდენტობა მომინდა კამპუსზე საუბრისას რა, ასეთ უნივერსიტეტში სტუდენტობა ნამდვილად დიდი პატივია და რა თქმა უნდა, აი კადრებიც გადის და ინფრასტრუქტურაც გვაქვს უკვე სპორტული ინფრასტრუქტურა უნივერსალური, ანუ მულტიფუნქციური და კვლავ მიმდინარეობს ამ ნაწილის განვითარებაც. გარდა იმისა, რომ შენდება ახალი საცხოვრებელი, როგორც პროფესორისთვის, ისევე სტუდენტებისთვის და ასევე რა თქმა უნდა, ცენტრალური, ერთ-ერთი ცენტრალური აკადემიური და ადმინისტრაციული შენობა. შემდეგში შეკითხვა ბატონ ჰერმანთან მექნება, თუ შეიძლება თქვენ პირადად ჩამოხვედით ახლა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, მეორე გამოსაშვები კურსი უნდა ჩაიბაროთ და დაემშვიდობოთ, ასევე 5 წლის იუბილე აქვს ამ უნივერსიტეტს და ესეთი რამ მაინტერესებს, აი თქვენთვის პროფესიულადაც რამდენად საინტერესოა ეს გამოწვევა, რომ იყოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს აქვს უკვე ძალიან დიდი გამოცდილება, აი ახლა უკვე ამ გამოცდილების შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი ახალი გამოწვევის მიღება სხვა ქვეყნიდან, სხვა რეალობაში, რაც მაგალითად ქუთაისში და საქართველოში არის შენქმნილი. Yes, I'm happy enough საკმაოდ ბედნიერი ვარ, რომ ასზე მეტ კურს დამთავრებულს მივესალმო გამოშვების ცერემონიაზე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ საერთაშორისო სულისკვეთება, რომ იმუშაო ახალგაზრდებთან, იმიტომ ახალგაზრდებს არიან ნიჭიერები, ბრწყინვალე ინგლისურით საუბრობენ, რასაც მე მაღალ შეფასებას ვაძლევ. სწავლისა და მუშაობის პირობები გახლავთ ბრწყინვალე. მე არ მინახავს სხვა მაგალითად ბევრ ევროპულ ქვეყანაში აქტიური განვითარება კამპუსის ეს არის თქვენი დამსახურება, საცხოვრებელი კორპუსები, სტუდენტებს შეუძლიათ εκεί ცხოვრონ. უმეტესობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ასეთი ობიექტი არ გაგვაჩნია, ობიექტები არ გაგვაჩნია. მშვენიერი უნივერსიტეტის შენობა, რომელიც მოკლე პერიოდში აშენდა და ასევე სტუმრების სახლი პროფესორებისთვის, სტუმრებისთვის გარემო არის ბრწყინვალე, მაგრამ ამის გარდა სტუდენტებმა უნდა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება იმისთვის, რომ მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში მიუნხენში შესაბამის დისციპლინებში, მაგრამ სხვა ადგილებშიც, იმიტომ რომ ასახონ თავისი ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებაში, ანუ მიუნხენში რო ჩამოვლენ, ჩვენ არ გვინდა ისინი შევინარჩუნოთ და დავაკავოთ, უნდა იმუშაოს საქართველოში, მაგალითად მე ამერიკაში ვსწავლობდი, მაგრამ ჩემ ქვეყანას ვემსახურებოდი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელშიც იქნება კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო განვითარება და ეკონომიკური მიზეზებითაც საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი ცენტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც. მადლობის მეტი რა დაგვრჩენია. მადლობის მეტი რა დაგვრჩენია საოცარი სიტყვები, ხო განვაგრძოთ ახლა ჩვენი გადაცემა. ბატონო პაატა, თქვენ უკვე მეორე გამოსაშვები წელი გაქვთ და კიუ სტუდენტები უკვე დასაქმებულები არიან მსოფლიოს წამყვან ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციებში და კომპანიებში. ეს პირველ რიგში რისი დამსახურება არის, თქვა საერთაშორისო კონტაქტების, რომელსაც ამყარებენ თქვენი უნივერსიტეტის წყალობით, თუ აი პრესტიჟული დიპლომი, რომელსაც გასცემთ? კი ბატონო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის დამსახურება, სწორედ აი ამ საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში იღებენ ჩვენი სტუდენტები იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, არ მარტო ქუთაისში, არამედ
ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვა პარტნიორებთან და სწორედ ეს აძლევს მათ შესაძლებლობას დაიკავონ ღირსეული ადგილი დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. კიდევ ერთი თავისებურებაა სპეციფიკა რაც გვაქვს ჩვენთან სწავლება არ არის ორ სუბიექტიანი. არ არის მხოლოდ სტუდენტი და უნივერსიტეტი, არამედ შემოდის მესამე სუბიექტი დამსაქმებელი. და სწორედ ეს სამსუბიექტიანი ურთიერთობა უნივერსიტეტის სტუდენტ დამსაქმებელი გვაძლევს შესაძლებლობას განახორციელოთ პროგრამები სწორედ დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულად. და აქედან გამომდინარე უკვე სტუდენტები გადიან როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილები. ეს აძლევს მათ შესაძლებლობას დაიკავონ კიდევ ახლა გავიმეორებ ღირსეული ადგილი დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. ფაქტობრივად გარანტირებული აქვს რომ ძალიან კარგი სამსახური. და მათ უკვე აქვთ სტუდენტობის პერიოდში გამოცდილება გერმანიაში მიდიან, იღებენ თანამედროვე ინფორმაციას, ცოდნას და ისინი უკვე სტუდენტობიდანვე შემოდიან ამ დასაქმების სისტემაში. და ამიტომ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი რომ საერთაშორისო წამყვან ორგანიზაციებში საქმდებიან როგორც წამყვანი სპეციალისტები. სრული წრე იკვრება ფაქტიურად ასე გამოვიდა. სწორედ სამი სუბიექტი, მათი თანამშრომლობა ქმნის ამ წრეს, რომელიც გვაძლევს გარანტირებულ შედეგს. კი ბატონო, მე ერთი შეკითხვა კიდევ მექნება თვითონ ქუთაისთან დაკავშირებით. ქუთაისში რომ მდებარეობს ანუ ეს ჩვენი შესანიშნავი უნივერსიტეტი, აი ამასთან დაკავშირებით ასე რამდენად მნიშვნელოვანი არის თვითონ ეს გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც ქართველი სტუდენტებისთვის, ასე უცხოელი სტუდენტებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. პირველი, ყველაზე ფუნდამენტური, რომ დეცენტრალიზაცია ხდება და დედაქალაქში აღარ არის თავმოყრილი. აი ხედავთ, რომ ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი მდებარეობს არა თბილისში, არამედ ქუთაისში. ძალიან გვახარებს ეგ. თავად განლაგება უნივერსიტეტის ფაქტობრივად ლოგისტიკური სამოთხეა, ეს ასე ვიტყოდი, იქ არის რკინიგზის სადგური, საერთაშორისო აეროპორტი და რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრი 9 კილომეტრია. ეს ხო რაღაცა ირიბი სტიმულია ქალაქის და რეგიონის მეორადი ფაქტორების განვითარებისთვის, ხო, ეკონომიკა, სატრანსპორტო სისტემა და ასე შემდეგ. და მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს ქალაქი და რეგიონი ისტორიულად ითვლებოდა კულტურის, განათლების და მეცნიერების კერად და მე მგონი ამ პროექტის წყალობით ეს სტატუსი ბრუნდება. ან დაბრუნდა უკვე. სტატუსზე თუ საუბრობთ, ასევე უნდა ვთქვათ, რომ საგანმანათლებლო მიმართულებასთან ერთად ძალიან სერიოზული გამოწვევა აქვს უნივერსიტეტს, რომ გახდეს გლობალური კვლევისა და მეცნიერების მნიშვნელოვანი ცენტრი. აი სანამ დავასრულებთ საუბარს ამ ნაწილზეც რომ ვისაუბროთ, თუ შეიძლება რას გულისხმობს ეს გამოწვევა და შორ პერსპექტივაში რა გველის ამ ტერიტორიაზე, სადაც არის უნივერსიტეტი. ბატონო, რაც თავარია, შეგვიძლია ჩვენ თამამად ვთქვათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყალიბდება როგორც განათლების, მეცნიერების და ინოვაციების ჰაბი. და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის პროექტის თავარი იდეა, რომ ამ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნას ესეთი ცენტრი, რომელიც შესაძლებელი გახდეს თავარი სამეცნიერო აქტივობები, კვლევები განხორციელდეს ქუთაისში, საქართველოში და სწორედ ჩვენი დიდი პროექტი ადრონული ცენტრის სახით, რომელიც დაიწყებს ფუნქციონირებას, გახდება სწორედ წარმმართველი ძალა, რომლის გარშემოც შეიკრება ეს დიდი წრე, რასაც ქვია მეცნიერება, კვლევები და სწავლება. ამერიკაში ყველაზე დიდი და ინოვაციური ცენტრი, როგორც ვიცი, ხო? რა თქმა უნდა. დიახ. აი რაც ბატონო პაატამბზანა, დავამატებდი, რომ ფაქტობრივად ეს ცენტრი საქართველოს გააჩენს კიდევ ერთ რუკაზე. განათლების რუკაზე გლობალურზე გაჩნდა როგორც ასე ვთქვათ ერთ-ერთი შუქურა. ეხლა უკვე ტექნოლოგიების, მეცნიერების, მათ შორის ფუნდამენტური და გამოყენებით კვლევების და რა თქმა უნდა მედიცინის. სამეცნიერო ტურიზმის ცენტრი გახდება საქართველოს. We are technically, yes, right. We are technically medical tourism. ჩვენ ვარ ტექნიკურ ორიენტირებული, ტექნიკური თვალსაზრისით ორიენტირებული ქუთაისზე და ყველაზე დიდი გამოწვევა ის კი არა რომ ათასობით ფაქტი დავაყარო სტუდენტებს, არამედ ის რომ ვასწავლოთ მათ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება, კომპლექსური აზროვნება, იმიტომ რომ ცხოვრობ ფრიად კომპლექსურ სოფლიოში საკითხები უფრო და უფრო რთული ხდება და ჩვენ უნდა ხარი დაუჭიროთ ინტერდისციპლინარულ მიდგომებს დისციპლინთა შორის მიდგომებს, რაც შეეხება მაგალითად მედიცინას, ტექნიკურს, მათ შეკავშირებას უნდა დაუჭიროთ. მხარი და ეს არის გამოწვევა ფაქტიურად საქართველოსი, რომ დაიწყოს ახალი საერთაშორისო არენაზე ორიენტირებული უნივერსიტეტის განვითარება, რომელიც არამხოლოდ სწავლებაზეა ორიენტირებული, არამედ კვლევაზე და ეს ორი მიმართულების ურთიერთქმედება გახდის ამ უნივერსიტეტს წამყვანს, მაგრამ ქუთაისი გახლავთ ისტორიულად იყო, როგორც გითხარით, კერა განათლების და ჩვენ მხარს უჭერთ მის განვითარებას. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ბატონი პაატატურავა, ბატონი ვახტანგ ცაგარელი და ვოლფგანგ ჰერმანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი გერმანიიდან. მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებები როგორც თქვენს, ასევე თქვენს. უღრმესი მადლობა და ყოველთვის გელოდებით სიახლეებით.